თქვენთან ბიჭი პაემაზე დედას მოუყვანია, ჩემთან მოუყვანია და ჩამოსხედით. დავიწყოთ თავიდან. ის ხო გახსოვთ ერთი წელი რომ მეგანარობით არ მოწონი და თორმეტ ციხეში იჯდა. ეს უფრო მაგარი ისტორია. ამ ბიჭს ვიცნობ ერთი 5 თვეა, წერდა ერთი 5 თვის განმავლობაში, ნახე არ მყავდა. წერდა რაღაცას ლაპარაკავდით, ის რაღაცა ფოტოები რა ვნახე რა სიმპათიური ტიპი იყო. ეს მაგრამ აი რაღაც ამ ლაპარაკის დროს გამიჩნდა ეგეთი ეჭვი, რომ ანუ ცოტა რაღაცებს მატყუებს რა, იმიტომ რომ აი როგორ სისულელებს მეუნებოდა ხოლმე, იცი ხო, აი რაღაცა. ეხა მე-9 სართულზე ვიდექი და ერთ ხელში ატამი მეჭირა, მეორეში ვაში ისა მობილური და ატამი უნდა მესროლო და შემთხვევით მობილური ვისროლე. მერე კიდე შუა ლაპარაკში ვართ რაღაცაზე ლაპარაკობ და უცებ გაახსენდება რომ ფაიმე ხვალდილით ლონდონში ვერ გასაფრენი. მე მითხრა რომ გველი ყავს და ასეთ რაღაცები და ძალიან მეთქი რა ხდება რაღაცა ნუცა მე მგონი ცოტა ქრონიკულად მატყუარა ეს ბიჭი და მოდი არ გინდა რა. მოკლედ რაღაცა ანუ ეცადა რომ დისტანცია დამეჭირა და რაღაცნაირად აღარ მქონოდა არანაირი კონტაქტი რა. მოკლედ ეს არ გამოვიდა, ანუ ცოტა გაგიჟდა რავი, აი იქამდე მიმიყვანა რომ ბოლოს დაბლოკე, მობილურის ნომერი დაბლოკე, სოციალური ქსელები არ აქვს, ინსტაგრამი, ფეისბუქი და კიდე კაი და რა დაბლოკე იმის მერე დაიწყო უკვე ახალი ნომრების აღება, უცხო ნომრებიდან ყოველდღე რეკვა და რაღაცები. მაშინ როცა ხვდებოდი რომ ეგ იყო უცხო ნომრებიდან რომ მირეკავდა, მოკლედ არ ვიღებდი ტელეფონს რა. გუშინ მქონდა სამსახურში რაღაც ტენდერი რა და თელი დღე მირეკავდა უცხო ნომრები რა და კიდე საღამოს დამირეკა ერთმა უცხო ნომერმა და რო ავიღე აღმოჩნდა ეს. ნუ აი უკვე აღებულზე რავი ეხა ეგრევე არ დამიგილაჯია ტელეფონი რაღაცას მოვაპარაკება და ის აი ამიხსნა ავიციო ის რაღაცა მეთქი ანუ მგონია მეთქი რომ უბრალოდ ყველაფერს იტყვევი გაგიჟდა მოკლედ რას ვიტყუებიო როგორ ბევდა მოკლედ როგორ გავბედა რომ ეგ ვუთხარ ამაგდო ძალიან ჩვეულებრივად სათხარო და თან ანუ აი იმენა იმ წამის გამოსული ვიყავი დარბაზიდან და 1.5 საათი მომჯდარიყავი და ანუ სათხარო გნახავა და რაღაცები და მე კაი მეთქი რა იმიტომ რომ ეგეც იმიტომ ვუთხარი რომ ანუ მეთქი იქნებ ლაივში ანუ იქნებ მე მეშლება და რაღაც რა და ანუ თან ცოტა რაღაც უკვე ხერხულად ვხსნავდი თავს რომ ადამიანი იმენა 5 თვეა დამსდევს და მე რაღაცა არა და რაღაც ფეხებს ვაბაკუნებდი მაგრამ ანუ ინტუიციამ კარნახობდა რომ ეს ნორმალური ტიპი არ იყო მაგრამ ნუ მაინც არ ვიცი რატომღაც არა უბრალოდ იმიტომ რომ თავი უხერხულად ვიგრძენი მე კაი ჩანდაბას მეთქი ვნახავ ჯერ ეხა მოვალ 20 წუთში საბურთალოზე ვარ რომ ამას ხომ მეუბნება ოღონდ მანამდე ხომ მეჩხუბა რომ როგორ დავაბრალე რომ მატყობს რაღაცებს მოვალ 20 წუთში საბურთალოზე ვარ რომ ვურეკავ 15 წუთში სათხარ მეთქი და მანქანის გასაღებს ვერ პოულობ და აი ავალი ხა მივეხმარებ მოძებნაში და გამოვალო ნუ ეს მეთქი უოჭველი იტყვება მაგრამ ნუ ოკეი მოკლედ მოვიდა 1.5 საათში მეთქი საბურთალოზე ხო არ იყავი მეთქი უოჭველი თქო რა არაო მაგრამ ეგრე რო არ მეთქვაო არ ნახავდიო ნუ მეთქი ოკეი რავი რა მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის ოღონდ მაგას არ ვიცი მაინც ნახავდი ალბათ რავი ხა და ოღონდ მოვიდა ხალხო მოიყვანა დედამისმა და ვინახე როგორ გადმოვიდა დედამისის მანქანიდან და ნუ მეთქი აი ოკეი რა მოხდა რაღაცა ვკითხე მეთქი მე რო ვკითხე რატომ მოგიყვანა მეთქი და შემეთქა და მეული შენი აზავარა და მაგიტომ მოვიყვანა დედა ჩემო აი მეთქი და რაღაცები მოკლედ ვაპარაკეთ ისეს 1 საათი სადღაც ალბათ გავჩერდით და სახში წასვლის დრო რომ მოვიდა მეთქი მაღაზიაში უნდა გადავიდა მეთქი და მე წავალ სახში თქო მოიცავ რა სახში წახვალო მე გაგიყვანო და რაღაცა მეთქი დაი შენ გამიყვანა და უცაფანო სანამ შევედი მაღაზიაში დედა ჩემი და ბიძა ჩემი აქ ტრიალებანო მანქანითო და რომელიღაცა გაგვიყვანს რა და შევდივარ ანუ ოღონდ ცოტა შოკი მაქვს უკვე რა ანუ როგორი სიტუაცია იყო იცით ხალხო რომ დედამისმა მოიყვანა მე ეგ დაელოდა და მეთქი რა დედა შენი გამიყვანს მეთქი პირველად გნახე ანუ ჯერთი უხერხულად ვარ მეთქი რა სისულელე მოკლედ შანსი არ არის მეთქი რა შევედი მაღაზიაში გამოვდივარ მაღაზიიდან და ხდება დედამისი და ეს წინ ანუ პირდაპირ მაღაზიის წინ მანქანით და ნუ ხალხო სახში წამომიყვანა დედამისის მანქანით დედამისთან ერთად და გზაში თან მეუბნება რომ
ეხა ვარ გაჩუმდეო ილაპარაკეო მართლა შოქში ვიყავი რა აი სახში მივედი რა ჩემ დაქალს ვუთხარ მეთქი რა ხდება ჩემ დაქალ შენ ნორმალური ხარო ანუ ეგრევე ჩქარად და ბლოკეო და რაღაცა ჩემ და რა მოხდაო მე რა ჩემ და პატარა ანუ ხახო ეს ხო არ არის ნორმალური ანუ აი დედა მოიყვანა თეიცა და დედა წაიყვანა დეითიდან ანუ აი არ ვიცი 32 წლის კაცი ანუ არ გააკეთოთ ეგეთი რაღაცა ბიჭებო ანუ არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რაც არ უნდა კაი დედა გყავდათ პირველ დეიტს ეგეთი რაღაცა არ შეიძლება და ანუ ამის გაგრძელება დილით ფიხმიწებ და ანუ ხდება ხალხო ჩვეულებრივი სტენკა მიდგა სახში რა აი მენა სტენკა მიდგა სახში დილის 7 საათამდე მგონი აი ეს პერიოდულად განგრძობიდათ მესიჯები შოქში ვარ ანუ აი არ ვიცი არ ვიცი მე კიდე მკითხავენ გაოგნებულები რომ რატო ვარ მარტო 30 წლის ასაკში და რატო ვარ მარტო 30 წლის ასაკში აი ამიტომ ალბათ არ ვიცი